Გავარჯობათ. აი, მოკლედ სიტუაცია არის ასეთი, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ დადგა ეს ბოლო პერიოდი რა. ხო და ბევრ რამეზე მომიწია დაკვირვება, შეხება, გაცნობა და უბრალოდ ძალიან ბევრი კითხვაც გამიჩნდა. და ადამიანებიც გამოჩნდა შემდგომშიც ეს კითხვები აქვთ. მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ეს პასუხები მქონდეს. მაგრამ საბოლოოდ მაინც აღმოჩნდება ხოლმე ის, რომ ყველას ერთნაირად არ ესმის პასუხს, როცა სცემ და ყველა მაინც თავისებურად იგებს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად, ხო? ეს ეხება ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ გარემოს, ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვისთან გაქვს შეხება, ან რასთან გაქვს შეხება. ანუ ჩვენი კონკრეტული ქმედებები აისახება გარემოში. ჩვენი კონკრეტული ნათქვამი აისახება ხან ასე, ხან ისე. არსებობს ძალიან მარტივად ის შესაძლებლობაც, რომ ადამიანები შეიძლება შენი ნათქვამი შეატრიალონ, მოატრიალონ და საბოლოოდ დატოვონ ის სახე, რომელიც სულაც არ ქონია შენს კონკრეტულ მიზანს, ასე ვთქვათ, ან ნათქვამს, ხო? რატომ ვამბობ ახლა ამ ყველაფერს და რატომ ცოტა მიჭირს და მიმძიმს თუნდაც ამაზე ხმის ამოღება. კაი, დავიწყებ იქიდან, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველას თავისი რწმენა აქვს. რწმენა ისეთი რამ არის, რაც რაღაცა კონკრეტული სისტემის ნაწილია, ასე ვთქვათ, თუ როგორ ვიტყოდი უფრო სწორად და უფრო კარგად. მოკლედ სისტემა აქვს ყველა ადამიანს თავისი ჩამოყალიბებული რწმენითი. ზოგიერთი ადამიანი რაღაცა თავის აღმატებულ სისტემაში მიდის, ხო? რელიგიური სისტემები რაც არსებობს, ხო? რაც ძალიან მარტივად მისაღებია, ხო? ჩვეულებრივი სწავლება და ის ადამიანი, რომელიც თავის სულიერ გზაზე დგას, ხო? მას სურს, რომ თავის სული განავითაროს, გაზარდოს, წინ წაიყვანოს, ხო? და არა მარტო თავის ხორციელ ნაწილს მიხედოს, არა მარტო თავის საერო ნაწილს, არამედ სასულიერო ნაწილსაც მიხედოს, ხო? სულიერებას. აი ამ სულიერების სწავლებაში და კონკრეტულად განვითარების გზები ძალიან ბევრნაირი არსებობს. უამრავი არსებობს და უამრავი სისტემა ამისთვის შექმნილი, ხო? ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადასვლა, გადმოსვლა, მისვლა, მოსვლა, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს თავისუფლად შეუძლია, ხო? უბრალოდ, როდესაც რაღაცა კონკრეტულ ერთს იყენებ ადამიანი, მე მიდიხარ მეორესაც იყენებ და ამავდროულად თან პირველი სისტემისგან გქონია, რომ დაისჯები. მაშინ არ უნდა ქნა, ხო? ანუ რეალურად თავი ყველაზე დიდი თავი რაც არის, ეს არის დანაშაულის შეგრძნება. ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ საქმეში, ადამიანთან ურთიერთობაში რაც გინდა ის აიღე, დანაშაულის შეგრძნება და სინანულის განცდა, როდესაც გააკ ადამიანს რაღაცის გაკეთებით ან არ გაკეთებით, ეგ არის შენი სულის გამოსახილი. ხო? სული საკმაოდ ესეთი სუფთა მორალური რამ არის, ხო? მაინც ყველა ადამიანს თავისებურად აქვს ჩამოყალიბებული ის თუ რა არის მისთვის მისაღები და არ მისაღები. ზოგიერთ სისტემაში ამას ქვია ცოდვა, ზოგიერთ სისტემაში სხვა რაღაცა, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რას დაარქმევ და რას დაუძახებ. უბრალოდ ერთი რაც ვიცი, ეს არის რომ ადამიანმა უნდა აკეთო ის, რაც იცი რომ არ გაზიანებს და არ აზიანებს სხვას. რატო ლაპარაკობ ამდენს, ხო? ძალიან ბევრი გამოჩნდა. რა ლაპარაკობ ამდენ რაღაც, ანუ ჩემი არხია და რასაც მინდა იმას ვიზავ. ძალიან მიყვარს ეს.
ანუ ჩემი არხია, რასაც მინდა იმას ვიტყვი. ხო, თუ იმას რამე არ მოსწონს, რაღაცა ბლა ეს სტანდარტული პასუხია, უბრალოდ შეგიძლია ჩაიარო, გაიარო. იმიტომ რომ მე თავიდანვე მაქვს გააზრებული ეს ამბავი, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ვწდებოდე. და ძალიან მარტივად მაქვს გააზრებული ის, რომ მას მხოლოდ ჩემი აზრია და არავის აზრის შეცვლას არ ვაპირებ. იმიტომ რომ ამას უკეთ აზრი არ აქვს. ადამიანების შეცვლას აზრი არ აქვს. რომ ცადო, ეს ადამიანი თუ იცლება მხოლოდ თავისი გამოცდილებით და თავისი სურვილით და არა იმიტომ რომ შენ გამო რაღაცა შეცვალა. ანუ სესულალა. ხო. გავაგზავნოთ, მოკლედ. მე ვერ მივხვდი და ვერ გავიგე ზოგადად კატეგორია ადამიანების რაღაცა ნაწილი და ზოგადად მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ იმაზე თუ რა არის კონკრეტულად მაგია და მე აქროზე ვარ ხოლმე და მტაროს კაცს ვშლი და ანუ ზოგადი გაშლა რომ არის ჯერ კიდე მაგაზე მინდა ხოლმე რომ ველაპარაკო და რაღაცა ვცდილობ ხოლმე ვიდეოებში მაგრამ ცოტა რთულად გამომდის ხოლმე არ ვიცი ანუ ზოგადად აროს კარტის გამოყენება, ზოგადად მაგია, ზოგადად ჭადოის, ეს ყველაფერი, საიდან მოდის, რა არის, რატომ მოდის, ვინ შექმნა, რატო შექმნა, რას იყენებს, რაც ალას იყენებ, რატო იყენებ, ხო? მე ეს არ ვიცი თქვენი აზრი, ის ადამიანები, ვინც ჩემს არხზე შემოდიხართ ხოლმე და ვინც მომყვებით ასე ვთქვათ, ხო? subscription-ი ვინც გააკეთეთ, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, ამ ადამიანების აზრი არ ვიცი ზუსტად რა. ძალიან ესეთი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები ხართ და სხვადასხვა ტიპაშის ადამიანები, სხვადასხვა background-ი, სხვადასხვა გარემოში ხართ, აღზრდილები მოდი ესე ვიყოდი და თან ძალიან საინტერესო ხალხი ხართ, ხო? უბრალოდ ზოგადი წარმოდგენა არ ვიცი თქვენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა. რატომ ამბობ, TikTok-ზე მინდოდა და დამეწყო ეს არხი გაიხსნეს იმ ცადე და ძალიან დიდი შოკი მივიღე, ძალიან დიდი შოკი მივიღე, შევდივარ დებ ვიდეოებს რა, მეთქი რაღაც პატარ-პატარა ვიდეოს დავდებ რა, ვიდასნობებ რაღაცა ასე შემდეგ. იქაც მიყვარო მოპყველაზე და ზოგადად როდესაც ვლაპარაკობ, ყველაზე არ ვლაპარაკობ და ვისაც გონია რომ ეს ვლაპარაკობ, ტრიგერია შენ გამახიზიანებელი არის რაღაცა შენში, რაც ჩემმა რა თქვა, რატომ უნდა გაგიზიანოს, ხო? თუ არ გგონია რომ შენზე ალაპარაკი, რატომ გგონია რომ შენზე ალაპარაკი, მაგას დააკვირდი, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ მგონდეს შენზე ალაპარაკი, ხო? მაგრამ იქ კომენტარები რო წავიდა, რომ აი ამინ და დიდე ფაუპოს და ამინ და მეთქი, კი, რა თქმა უნდა პატივს გცემ, ძალიან დიდ პატივს გცემ, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული რწმენა გაქვს, სადაც შენ თავს პოულობ. მაგრამ ჩემთან რომ მოდიხარ, გითხავთან და ეცებ იგივე ენერგიის გამტარობას, რასაც ეკლესია ატარებს. არ ხდება ესე. ერთი ადამიანი ძალიან საყვარელი ქალია, ძალიან საყვარელი და ძალიან ბევრი რამე აქვს რთულად გამოვლილი ცხოვრებაში და მესმის იმ ადამიანის, კარგად მესმის. და მაგაზე ვქონა ლაპარაკი ზუსტად, რომ უნდა შეეშვა რა, უნდა შეეშვა. მარტო იმიტომ, რომ როცა ერთ კონკრეტულ სისტემაში ხარ უკვე და იმისგან იღებ ძალას და ენდობი იმ რაღაცა ერთ ენერგიას, მეორე ენერგიას თავი უნდა დაანებო რა, არ არის შენთვის. მე ვამბობ, რომ როდესაც ხდება რაღაცა მაგიური, რაღაცა რიტუალები და ხდება ესეთი რაღაცები, მარტო იმიტომ, რომ შენ არ იცი ჯერ ეს ერთი რას ეხები. მეორეც რა, ხო, არ იცი რა ენერგიას იყენებს ის ადამიანი ვიღაცა, ხო? შენ უკვე შენს ენერგიაში ხარ, შენს გარემოში ხარ, შენს სივრცეში ხარ. და იქ უნდა გააგრძელოსვა. თუ იქიდან მოდიხარ და აღარ გინდა იქ ყოფნა და ახალ ენერგიაში გადადიხარ და ახალ რაღაცა რწმენის სისტემას ეყალიბებ. და შენ იქ უნდა გამოერკვიო ბოლომდე. ნებისმიერ რელიგიაში, ნებისმიერ სარწმუნოებაში, როდესაც ადამიანი შედიხარ, ნებისმიერში ამას მნიშვნელობა არა, ყველას ერთნაირად ძამ პატივს მარტო იმიტომ, რომ იმ ადამიანმა იშრომა.
და იქ რაღაცა განვითარების ეტაპებს გადის რა იმ კონკრეტულ ადგილზე და უკვე თვითონ მე პიროვნული რაღაცა ვინ როგორ იყენებს ამას და ამაზე არ ვერევი არანაირად იმიტომ რომ ამი არავინ რომ ვინმე გავსაჩო ხო ეხლა წარმოგიდგენ რომ შედიხარ ამ რაღაცაში და რომ იცით ანუ პირველ რიგში ყოველთვის არის მე არ იცი რა ხდება ამიტომაც გაქვს რაღაცნაირი შიში ხო და აი ამ შიშის გარეთქონ ნაბიჯ რაღაცა ერკვევი და როგორც კი გამოერკვევი რაღაცებში ანუ მე შიში გიქრება და უფრო მეტად დადაჯერებული ხდები იმ რაღაცაში რა ანუ ერთიდან მეორეში რომ მოდიხარ და ანუ არ უნდა ქნა ეგეთი რაღაცები რა ხო იმედია სადღაც მგონიერი ერთი 10-20 კაცმა გაიგო რას ვაპარაკობ გაიგო ეხლა რას ვაპარაკობ ხო მოკლედ ჩემ არხზე რაც ხდება რასაც მე ვაკეთებ ეს არის სუფთად საჯარო ზოგადი გაშლა რომელიც არის უბრალოდ ენერგიის საკითხვა ჩვენს გარშემო ენერგიები მოდიან თითოეულ ენერგიას თავისი გამოხატულება რაღაცნაირი გამოხატულება ადამიანის გარემოში და თვითონ ადამიანში ძალიან ბევრი ფიქრობს ალბათ ეს რა ენერგია რაღაცა ის ეს ანუ არ ვიცი მე ენერგიას ვეძახი მაგალითად კონკრეტულად აი იმ რაღაცას რაც მომწრავებს რაც ჯერ კიდევ მაჩვენებს იმას რომ მომავალი არსებობს ხო ანუ ყველას თავისი გაგება აქვს ცალა რაღაცა ის ანუ რაც კიდე ის და ანუ ნახე მე რაღაცას ვაკეთებ იმას თავის შედეგი აქვს ის რაღაცა მე ბრუნდება ჩემთან ხო ანუ ეს ენერგია რომელიც ჩემთან ბრუნდება აი კონკრეტულად მაგ ენერგიას ვაგვირდები ხოლმე რა ანუ კონკრეტულად ჩემზე თუშლი რომ ეს რაც შემოდის რაც უკან მიბრუნდება იმაზე წინასწარ ვაგვირდები კარჩი თუ რა დამოკიდებულება მაქვს ემოციურად რას იწვევს ჩემში აზრობრივად ხო ანუ მატერიალურ დონეზე რა გამოხატულება აქვს ამ ყველაფერს ანუ არიან ადამიანები საქმეს ვაკეთებ ხო ვიცი საქმეს ვაკეთებ გეგონება მართლა საქმეს ვაკეთებდა უბრალოდ ლაპარაკობ მაინც მე მგონია რომ საქმეს ვაკეთებ იმიტომ რომ ეს რაღაც კეთება და ზოგადად ნებისმიერ ამას ვაკეთებ ხოლმე საქმეს ვაკეთებ მე და მამა ვმუშაობთ დროსის არჩევს დიოღოთ ძალიან ბევრი მე ხვდება ხოლმე ჩემი უმორს არადა როგორ მიყვარს ეს ფილმები და ხან ხუმრობები ძალიან მიყვარს ქართული ფილმები და ხუმრობები მოკლედ სად გავჩერდი აღარ მახსოვს სად გავჩერდი იმიტომ რომ ჩემთან გამაწყვეტინა ამის მე ამასაც ვაკეთებ ხო ანუ ენერგიას როდესაც გითხულობ რა ანუ რომ წარმოიდგინო ანუ შენ რომ მეუნები მე მაგალითად ამ ადამიანთან რა მომედის ამ ადამიანთან მე ვაკვირდები შენს ენერგიას ხო პირველ რიგში რა განცდა გაქვს და რა მდგომარეობა გაქვს მომავალში აი ამ ვიღაცასთან მიმართებაში იმის მიხედვით გასულხობ ხო ერთად ენერგიას ვაკვირდები ერთად საერთო რა გაგაჩნიათ იმის მიხედვით მისგან რა ენერგია შემოდის იმას ვაკვირდები და იმ ენერგიას ვხსნი თუ რა არის მისი მიზანი და ასე შემდეგ ანუ ზოგადად ვკითხულობ აი ამ რაღაცას პირადად კონსულტაციაზე რომ შემოდიხარ ამ რაღაცას ვკითხულობ ზოგადი გაშლა როდესაც ხდება ეს ზოგადად მთლიანი კოლექტივის ენერგია ნიშნავს იმას რომ ეს რაღაცა კონკრეტული ხალხი ვინც მიყურებთ იმ ადამიანებთან ვისთანაც რეზონირდება ეს ყველაფერი ოღონდ თავი არ უნდა მოიტყუა და ვიღაც ისტორია შენი არ უნდა გეგონოს მარტო იმიტომ რომ მოგეწონა და მინდა რომ შენ ცხოვრებაში მოხდეს იმიტომ რომ მე არ ვაკეთებ ეგეთ ვიდეოებს რომელიც გეხმარება იმაში რომ რაღაცა მოიზიდო მე არ ვშვები მაგას კი რა თქმა უნდა შეგიძლია მოისმინო და რაღაცა კონკრეტული გამოიტანო აზრი შენთვის რომელიც მნიშვნელოვანი იქნება და რომელიც დაგეხმარება რომ რაღაცნაირად შეცვალო შენი გარემო მაგრამ ის რომ მე რაღაცა შენ გიზიდავ ეგ გამორიცხე მაგას ცალკე თავისი პირობები აქვს წესები აქვს რომელსაც არ ვაკეთებ იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა სჭირდება არ მაქვს მაგისი ამბიცია რომ ვარ ძლიერი და არც იმის ანუ ძალიან იშვიათად თუ გამიკეთები ამ მსგავსი რაღაცა სანთლის მაგიაზე ვამბობ და ეგეც მარტო იმიტომ რომ ეს ადამიანები ვისაც ვაკეთებ ანუ ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს ძალიან მიყვარს ეს ადამიანები და მინდა რომ დავეხმარო იმ ადამიანებს
განავის რომ თქვენ დამიუარხართ, თქვენ არ მინდა დაგეხმაროთ, კი მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და მე რო რაღაცა უნდა გავაკეთო, იმის სანაცვლოდ ჩემს ცხოვრებაში უნდა დავაპაუზო რაღაცა კონკრეტული. ხო, ამიტომაც არ ვაპირებ რამის დაპაუზებას ჩემს ცხოვრებაში. არ ვაპირებ. ხო, ანუ არანაირად არ მესმის. სარკე. არანაირად არ მესმის თუ რატომ უნდა ალბათ არ ვარ ძლიერი, მოდი ეს ვიტყოდი. ხო, ანუ ფიქრობ იმას, რატომ უნდა გავაკეთო წმინდა დაცვა და ეგეთ რაღაცეები. ხო? არ ვარ ძლიერი მე. ხო, იმიტომ რომ ის რაღაცა ენერგია მე რასაც გამოვიყენებ ადამიანის დაცვისთვის, იმ ადამიანის ენერგიის გაწმენდისთვის, უნარს რასაც გამოვიყენებ. თუ პირადად ჩემსაც ვიყენებ ჩემ ენერგიას. ანუ ადამიანისგან მომაგ ნეგატიური ენერგია. სადმე მაგ ეს ენერგია, რაღაცაში ხო უნდა გაიაროს ამ ენერგია, უნდა გაიაროს ჩემში. ოკეი. მაგ ხელაპასუხისმგებლობას ვერ ვიღებ. არ ვარ ძლიერი. თუ ჩემს ენერგიას არ ვიყენებ და რაღაცა კონკრეტულ თხოვ დახმარებას და ის ძალა მოდის და ამ ეს ნეგატიური ენერგია მიაქვს. ის ძალა ვინ არის? რაში ერევა? კონკრეტულად რას მიცვლის? შენ რომ მეუბნები ნეგატიური ენერგიას გაცმაცილებ, რას მართმევს? როგორ გამოიხატება ეს ნეგატიური ენერგია? ამ ნეგატიური ენერგიის შედეგი რა იყო და რა წაიღო ჩემგან? ამას დანახვა უნდა. და ამას უნდა ძალიან დიდი თანხმობა და ამას უნდა ძალიან დიდი პრაქტიკა, რომელიც მე არ მაქვს. და ვისაც აქვს ძალიან დიდ პატივს იმას, ვინც ამას მართლა სწორად იყენებს. ხო ჩახ, ანუ უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადამიანს ვისაც ამ ყველაფერს უკეთებ, რამდენად ესმის. დაცვას რომ იკეთებ, რისგან მიცავ, რას ნიშნავს, რატომ მიცავ, რა მიცავს პირველ რიგში, ხო? ანუ რა ენერგია მიცავს. ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, რომელზეც პასუხები არის, ძალიან აერში ძალიან აერშია, არ იცი რეალურად რა ხდება, რატო ხდება. ჩემთვის კონკრეტულად, ჩემთვის პირადად, რომ ვიცოდეთ, სად ვართ, რატო ვართ, რას ვლაპარაკობ და რატო ვერ ხვდები და რატო არ მესმის. ან ვერ მესმის. ხო? ეხლა ნახე. მე ენერგიას, მაგიას და ასე შემდეგ ამ ყველაფერს სამართავად და გასაგებად ვიყენებ გონებას. აზრს. სპელინგი რასაც ქვია, ხო? ანუ ეს შელოცვა, სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. რასაც ამბობ, ის ხდება ზოგადად. ოღონდ ეს კი არა, რომ ეხლა მე ხარ რომ გავიგვეძებ მილიონერი ვიქნები, არა. მაგას არ გულისხმობ. რატო მაგდონეზე თუ ხარ ვიღაცა, ბრავო. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი აზრი, რასაც მე გამოვთქვა, სიტყვას ვამბობ, იმას კონკრეტული თავისი შედეგი მოაქვს. ძალიან მარტივია. ნებისმიერი რამე, რის მიმართაც რა განწყობასაც შევიქმნი, იმ განწყობას გავაძლიერებ. ანუ ჩემი გააზრებით, ჩემი აზრით, ხო? ჩემი დაკვირვებით. ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი გარემო, ნებისმიერი რაღაც. ძალიან ბევრი რამე, რაც არსებობს, რიტუალი და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ადამიანის შექმნილი. ამას არ ვამბობ მარტო იმიტომ, რომ რაღაცა ამას ვამბობ როგორც არქეოლოგი, რომელმაც შევისწავლეს ძალიან ძალიან ძველი კულტურები.
და პირველი რიტუალი იყო უბრალოდ მინაბაძი და თამაში რეალური სამყაროსი. ხო, ანუ ცეცხლის გარშემო ცეკვა, ხო ეს ყველაზე ძალიან ისეთი გავრცელებულია ცეცხლის გარშემო მოწიალებული და არწივის ნერვოს ყვავის ხმებს რო გამოსცემენ დათვის ხმებს რო გამოსცემენ ცხოველის საცვეთ და რაღაც ანუ რაღაცას ბაწალე, მიბაწვა. მაგია, ალქიმია და მსგავსი რაღაცები არის მიბაწვა იმ ენერგიის არა, მიბაწვა რეალურად. მიბაწვა ისეთი რაღაცის, რაც შენგან დამოუკიდებლად ხდება. მიბაწვა რომ გაიმეორო ის, რაც შენგან დამოუკიდებლად ხდება. ძალიან მაღალ დონეზე ძალიან იმაში, აი წვიმა მოიყვანა, ეს ქარბორტა წამოვიდა, რაღაც ეს ხაბრებში ვარი ხოლმე რა. რამაც არა, რატომ არ უშვებთ იმას, რომ მართლა არსებობდნენ ესენი ხო? იქნება მართლა არსებობდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო წვიმის მოყვანა მარტო ერთი სიტყვით, რომ წამოდი და მოდიოდა წვიმა. ხო, ანუ მსგავსი ფანტაზიები, მსგავსი რაღაცები, ანუ ყველაფერი არის უბრალოდ ადამიანის შექმნილი. მე არ ვამბობ, რომ არ არსებობს, აბა ამას რატო ვაკეთებ, ხო? არსებობს ეს ყოველივე. უბრალოდ კვლავ გამეორდები, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანს როგორ ესმის და ადამიანი როგორ იყენებს ამას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთან, ჩემ არხზე და იმასთან დაკავშირებით თუ მე რას ვფიქრობ, რატომ ვაპარაკობ ამას, რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, თუ იმას კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ. იმიტომ რომ ძალიან მიმდის გამირთულდება ის პროცესი, რომ ადამიანი არ უნდა მოატყუა. არ უნდა მოატყუა ადამიანი, არ უნდა გამოიყენო რაღაცა, ძალა, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღო. არ ვიცი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ყველას თავისი გააზრება აქვს, ყველას ეს კარმა, კარმა ძალიან კარგი რამეა სინამდვილეში. მარტო იმიტომ, რომ რასაც გასცემ შენია. ეგარ, კარმა არის ეს, რასაც გასცემ შენია. სხვა არაფერი. ამიტომაც ერთადერთი სურვილი რაც მექნება, ეს არის რომ გაეცით სიყვარული. გაეცით სიყვარული და დაელოდეთ უბრალოდ საერთოდ დაგიბრუნდებათ ეს ყველაფერი. არ არის აუცილებელი კონკრეტულად. აი, თუნდაც ეხლა ძალიან მარტივად რომ ჩამოვიდა რა, ამდენი ხანი რომ ვილაპარაკე და ძალიან ის წარმოვიდა დაგტოვა, ანუ პირად ურთიერთობას რო ავიღოთ რა, ანუ ადამიანთან რო გასცემ სიყვარულს და უკან არ გიბრუნდება იმ ადამიანისგან. ესე იგი იმ ადამიანისგან არ უნდა დაგიბრუნდეს, ეს ყველაფერი დაგიბრუნდება სხვისგან. იმისგან, ვინც მართლა ვისაც მართლა ესმის შენი სიყვარული, ხო? გაეცი და დაგიბრუნდება. კარმა არის ეგ, რასაც გასცემ შენია, რასაც არა და დაგაგულია. კიდე გაცემის მომენტს და მიზანსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიზნით გაეცი. ხო, რა იყო შენი мотиваცია, რატომ გააკეთე რაღაცა. მაგა ძალიან ბევრი ვიბოდიანე, ალბათ 10 კაცმა თუ გაიგო რა ვთქვი, თუ მეტმა გაიგეთ და აი ძალიან მიხარია. უბრალოდ არ არის საჭირო რა ადამიანების მოტყუება. დაპირებები არ უნდა მისცე ადამიანს. ან თუ მისცემ არ უნდა გადაუხვიო. ის გაიგეთ როგორც გინდათ, ისე ასე. მოკლედ რა, 24-24 იყო. ანგელოზების ენა მიყვარს. კარგი არის, ციფრების ამბავს გულისხმობ, angel numbers. ძალიან სახალის ხომ რომ დავინახოთ რას ნიშნავს და გადავხედავ ტელეფონში. ოკეი, კაი. ანუ ცდილობენ კომუნიკაციას.
მიყვარს მაგია ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მაგიის გარეშე რა გამოვა სამყარო. არაფერი. მოკლედ ლამაზ ადამიანებო. ვინც გაიგო, ვინც ვერ გაიგო. უბრალოდ მე ვარ თორნიკე. 28 წლის. ჰაი. ბევრი რამე მაქვს ნანახი და ბევრი რამე არ მაქვს ნანახი. კიდევ უფრო ბევრი რამე არ მაქვს ნანახი. ხო. მაგრამ ამ ეტაპზე სადაც ვარ, ხოლმე იმას ვიტყოდი, რომ რასაც გასცემ შენია, რასაც არ არის დაკარგულია. მოკლედ ლამაზ ადამიანებო, არ უნდა მოიტყუოთ. ეგ არის და ეგ. ყველას თავისი რწმენა აქვს, ყველას თავისი გააზრება აქვს და არ უნდა აკეთო ისეთ რაღაცები, რაც შიგნიდან დაგტანჯავს. მართალი უნდა იყო ადამიანი რა. ხოდა სანამ თავს მართლა გრძნობ თავს, გაგიმართოს. მე სხვა რა ვთქვა ხო? მოკლედ ლამაზ ადამიანებო. კარგად.